მოგესალმებით, დროებითი მოთავსების იზოლატორთან თქვენ ახლა კადრშიც ხედავთ, რომ იკრიბებიან მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსებსაც ხედავ, არიან ბუნებრივია ჟურნალისტები, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მედიისთვის არის ის, რომ დღეს დაკავებულია მედიის წარმომადგენელი მზია ამაღლობელი. მე ვთხოვ ოპერატორს, თქვენ კადრშიც გაჩვენოთ რა ხდება მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც ჩვენ სიმბოლურად სწორედ იმ ტერიტორიაზე მოვედით, სადაც მზია ამაღლობელი ყავთ უკვე მეორე დღე სამართალდამცავებს ხედავთ როგორ არიან ისინი მობილიზებული და როგორ იცავენ საგულდაგულოდ შესასვლელ კარს, საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, ერთი სიტყვით მარტივად რომ ვთქვათ, ყველანი აქ არიან, ეს ნაწილი უბრალოდ მეორე ნაწილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზს იკავებს, შემიძლია გითხრათ ისე რომ იმ ადამიანების ოჯახის წევრების, რომლებსაც ასამართლებენ ადგილი დარბაზში არ არის. უფრო კონკრეტულად ჩვენ ამ ადამიანებიდან ვეცდებით რომ გავიგოთ მეტი. სოფო ჟღენთთან გადავალ შეკითხვით. სოფო, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს მედიის ერთადგომა ამ ვითარებაში. ვხედავთ რა ხდება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. მზიას დაკავებასთან დაკავშირებით მას აქ სისხლის სამართლის საკმაოდ მძიმე მუხლი წარდგენილის. ჩვენ ვიცით რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა რა შეგიძლია გითხრა ამ ყველაფერთან დაკავშირებით? ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში მედია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში საქართველოს. პრაქტიკულად ბოლო 46 დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ უამრავი დაშავებული ჟურნალისტი, დაკავებული ჟურნალისტი, საავადმყოფოში მოხვედრილი ჟურნალისტები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარობა და ერთადგომა ჟურნალისტების. ჩვენ ახლა ვართ ბათუმში, სადაც არის მზია ამაღლობელი და გვინდა სოლიდარობა გამოუცხადოთ. უპირობოდ ვითხოვთ მის გათავისუფლებას, იმიტომ რომ ჩვენ არ მიგვაჩნია რომ ეს არის დაკავება, რომელსაც ଆମେ სამართლებრივი საფუძველი აქვს. ეს არის დაკავება პოლიტიკური ნიშნით, იმიტომ რომ მანამდე ბევრჯერ ვნახეთ ბათუმელების ჟურნალისტების დაკავება, ახლა ბათუმელების ორი ჟურნალისტია დაკავებული. ამიტომ აუცილებლად ვითხოვთ რომ გათავისუფლოთ ეს. მადლობა. ეთერ თურაძეს ვხედავ, რომელიც ბათუმელების უკაცრავად პირდაპირ ეთერში ვართ. პირდაპირ ეთერში ვართ, ქალბატონო ეთერ. უკაცრავად პირდაპირ ეთერში ვართ. პირველ რიგში ჩვენი სოლიდარობა, პერსონალურად ჩემი და ტევე პირველის თქვენ. რას გვეტყვით იმასთან დაკავშირებით, რა პროცესებიც ახლა ბათუმელებთან დაკავშირებით იმართება? ერთია რომ მზია ამაღლობელი ძალიან მძიმე მუხლით ყავთ დაკავებული და ასევე თქვენი ოპერატორიც არის დაკავებული, თუმცა ჩვენ გუშინ გვიმტკიცებდა ბათუმის პოლიციის უფროსი რომ მან არ იცოდა მისი ბრძანებით დააკავეს ჩვენი მეორე თანამშრომელი გურამ ორვანიძე. გვაქვს ამის კადრები, როგორც კი გაიგონა რომ ეს იყო ბათუმელების თანამშრომელი, გაისეგრა ბრძანება რომ წაართვით ტელეფონი. თვალთმაქცობა ახასიათებს როგორც ჩანს ამ ადამიანს, გარდა იმისა რომ არის მოძალადე და ყველაფერს გეგმავს ისე რომ გამოიწვევს პროვოკაცია, შემდეგ დააკავოს ადამიანები, შემდეგ მათ მიაყენოს ფიზიკური შეურაცხყოფა და ამით მიიღოს სიამოვნება. ეს ამას ახასიათებს ამ ადამიანს, რომ ამასთან ერთად როგორც ჩანს არის ძალიან დიდი თვალთმაქცი. მე მას ესე არ ვიცნობ, ვერც სამწუხაროდ აქციებზე დავდიოდი ისე ხშირად რომ გამეცნო ამის ტიპაჟი, მაგრამ ის რაც მისიც დავინტერესდი, აღმოვაჩინე რომ ის არის ცნობილი მოძალადე, ის დემონსტრაციულად ძალადობს და ახლა მზიას დაკავების ნაწილს ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ მისი თვით შემოქმედება არის, იმიტომ რომ მისი თვით შემოქმედება რო ყოფილიყო მას მზიას ამ მუხლს არ წაუყენებდნენ. ზედამხედველობას ექნებოდა სათანადო რეაგირება, როცა ურეკავდით რომ მზია ვერ ისარგებლა ადვოკატის და დაცვის უფლებით 3 საათის განმავლობაში, როცა ურეკავდით რომ მზიას მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის შემოქმედი არის ეს ადამიანი, ოღონდ ეს მარტო არ არის. რა თქმა უნდა, მისი უფროსის ხელდასმულია, არ ვიცი ზუსტად მათ რა ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. მაგრამ დადასტურებულად იმის თქმა შემიძლია რომ ამ ადამიანთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება რომ ის არის შემდგარი მოძალადე და ზოგჯერ მგონია რომ ის მისთვის მოავლინეს აქ რომ რაღაცა ტერორში ამყოფოს ადამიანები. თქვით რომ პროვოკაციას მცდელობები ქონდა, კონკრეტულად რას გულისხმობთ? აი ჩვენ ბევრჯერ მოვისმენთ ამ დღეების განმავლობაში, მათ შორის სხვადასხვა მედიებიდან რომ მზია თავს დაესხა პოლიციელს, თუმცა მისი წინაპირობა არა პროპაგანდისტებისგან მოვისმენთ თქვენ ეს აუცილებლად არ
არც ერთ შემთხვევაში მედია მაგას სამთავრობო მედიებიდან რომ პროპაგანდისტებისგან, ეს არ არის არც სამთავრობო მედია არ არის, ეს არის რუსული ტიპის პროპაგანდა, დამერწმუნეთ რუსულ მედიას პროპაგანდისტებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი რაღაც როგორც მოდელს, ოღონდ არასოდეს არ განვიხილავდი რომ ეს შეიძლება ჩვენთან ყოფილიყო, მაგრამ ესენი არიან ტიპური პროპაგანდისტები და ესენი არ არიან სამთავრობო მედია. სამთავრობო მედია ცოტა სხვა რამ არის. ესენი არიან სიძულვილის მთესველი პროპაგანდისტები, ეს ერთი. რაც შეეხება ახლა ხო, კითხვა, რომ იზალადა ხო? ნახატის მოწყობასთან. კი ბატონო. აი ნახეთ რა ხდება. მზე ამაღლობელი იდგა თავის ახლობლების გარემოცვაში პოლიციის შენ ღობისგან მოშორებით, დაახლოებით 5-6 მეტრის მოშორებით, საუბრობდნენ ისინი იმაზე, რომ როგორ დააკავეს და ასე შემდეგ. ანუ ეს ადამიანები მოვიდნენ აქციაზე, აქციის მონაწილეები კი არ არიან სტანდარტულად, უბრალოდ მისი ახლობლები იყვნენ, შეიტყვეს რომ ზია იყო აქციაზე დაკავებული და მოვიდნენ და დახვდათ გამოშვებული. ადმინისტრაციული წესით როცა დააკავეს. აი ამ საუბარში იყო, როდესაც დგებუაძე თავისი ფორმიანი დაჯგუფებით გამოხტა პოლიციის ღობის შიგნიდან და შეესია ამ ადამიანებს დაკავეს. ანუ განზრახ მიუვარდა მზიას დგებუაძე. მზია არ მიუვარდა დგებუაძეს, გესმით? მზიას მიუვარდა დგებუაძე თავისი ფორმიანი რაზმით და დაიწყეს ადამიანების დაკავება. გაიტაცეს ერთი ადამიანი, გაიტაცეს მეორე. იყო მერე ჭყლეტა, ჩოჩქოლი, ათრიეს მზია, იყო შოკური მდგომარეობა, იყო პანიკა, გაურკვეველი იყო საერთოდ ამ 7 გარემოში, როდესაც აქცია უკვე დაშლა საპირეებით, თქვენც იქ იყავით როგორც ვიცი და ყველა ამას დაადასტურებს არაერთი ადამიანი რომ იქ აქციაზე არაფერი არ ხდებოდა, შეუძლებელი იყო იმ აქტის განხორციელება, რაც დგებუაძე მოინდომა და გააკეთა. და ამ პროცესში ამ ტალღაში აი ამ შეხლა შემოხლის დროს აღმოჩნდა მზია დგებუაძესთან. მზია დგებუაძესთან არ მივიდა, დგებუაძე მივიდა მზიასთან. მზიას რეაქცია იყო ძალადობაზე, დამცირებაზე, შეურაცხყოფაზე რეაქცია. და არა ძალადობა. აუცილებლად უნდა გკითხოთ, არ გაჟღერულად, თუმცა მე მაქვს ინფორმაცია და თუ ვცდები და მიდასწროთ, რომ დაკავებულებს შორის არის თქვენი ძმისშვილები. ჩემი დიშვილები. ორი თქვენი დიშვილები, რომელიც ოზურგეთის იზოლატორში არიან მოთავსებულები. ამას რა ადვოკატი. დიახ, ზუსტად მზიას ახლობლებზე როცა ვლაპარაკობთ, მე არ მინდოდა რომ მეთქვა რომ ეს ჩემი, იმიტომ რომ ეს არ არის ახლა არსებითი, რადგან შესაძლებელი ამ ყველაფერთან კავშირში იყოს. რა თქმა უნდა, ზუსტად იმას ვამბობ, რომ მზიას ახლობლები როცა დააკავეს, ანუ ჩემი დიშვილებზე საუბარი, მაგრამ ისინი არიან მზიას ახლობლებიც, როცა დააკავეს მზიას ახლობლები, ამით მოახდინეს მზიას პროვოცირება, ამით მოახდინეს სიტუაციის პროვოცირება, ამით მოახდინეს არანორმალური გარემოს შექმნა. პოლიცია, რომელიც უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ აწყნარებდეს გარემოს, ესენი თვითონ თესავენ პანიკას, რისხვას, შიშს, ძალადობას და შემდეგ ამას აქვს მოსდევს ის აქტი, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ. დგებუაძე სხვათა შორის მხოლოდ მზიას მიმართ არ იყო აგრესიული, სხვა დაკავებულებიც აღნიშნავენ, მათ შორის ციალა ქათამიძე, რომ ეს არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფებით გამოირჩეოდა იმ ღამის ადმინისტრაციული წესით დაკავებულებთან მიმართებაში, მას უბრალოდ არ შეუძლია. ეს არის ფსიქოტიპი და შესასწაულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებ, რომ მოარიდეს ადამიანებს. როგორც ვიცით, რა სულ ცოტა ხანში უნდა დაიწყოს თქვენი დიშვილების სასამართლო პროცესი, ისინი უკვე გადმოყვანილი არიან ოზურგეთის იზოლატორიდან, სულ ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, იმდენად რთული პირობები გვაქვს და იმდენად რთულ გარემოში მიწევს მუშაობა, რომ ზარიც კი ვერ განმახორციელა, რომ გავიგო, შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ საიას ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელს, თამას ტრაპეძებს, რომელმაც გუშინც მოინახულა და ასევე დღესაც მოინახულა თქვენი ისინი თავს ამ მოცემულობით კარგად გრძნობენ და როგორც თამაზიმ გითხრა, მათზე ზეწოლა დაკავების შემდგომ არ განხორციელება. ეს არის ინფორმაცია, რომელიც შემიძლია მოგაწოდოთ იურისტიდან. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ოჯახის წევრებს ვეძებდი მთელი ღამის განმავლობაში სად იყვნენ და არავინ ამის შესახებ ინფორმაცია არ მომაწოდა. დაახლოებით მეორე დღის შუა დღისთვის ვიცოდით უკვე, რომ სად შეიძლება ყოფილიყვნენ, არ ვიცოდით მანამდე, არც ადვოკატის უსარგებლეთ, მაგრამ გეუბნებით, რომ ისე ვიმეორებ, რომ ეს არ არის არსებითი ახლა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენს არ განიშნულოთ, რომ ეს ერთგვარი ზეწოლა იყო თქვენზე? ერთი წუთით უკაცრავად პირდაპირ ეთერში ვართ, გთხოვთ გოჩა თან წამომყვეს გია ბესელი, არ როგორც ხვდები, სამართლოს უფროსი, რომელთანაც მივიდნენ აქციის მონაწილეები. თამას მიმართავენ. მოდით. Khoini airebe minaxar samartxvino qami. Samartxvino. Magi meditinavi gamoxadnები? ასეთი პოლიტიზებული მე ყოველთვის გამომიხატავს პოზიცია. არასდროს ვინმეს ქვეშ არ ყოფილვარ და ეხაც გამოვხატავ.
გელა რა უნდა და რა ლამთიულიშვილი მიმართავდა გელა პირდაპირ ეთერში ვართ რა მოხდა რომ არაფერი იჯდა და უთხარით რომ დანაშაულის პროვოკაცია მოუწყეს მზია ამაღლობეს და ეხლა ეს ჩვენი კოლეგა არის დატყვევებული რუსული რეჟიმის მიერ. ეგ არის ადამიანი დიდი ხანია ჩვენ ჟურნალისტები ვართ და კარგად გვახსოვს წინა ხელისუფლების პირობებში ქართული ოცნება 9 წლიან სისხლს თუ რაღაცეებს რო ეძახის იმათ თავისი დაღი დაასვეს თავის მმართველობას და უამრავი დანაშაული შეიძლება ჩაიდინეს და ჩაიდინეს, მაგრამ ეს ადამიანი იყო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში ბრიფინგებზე სპიკერად რომ იდგა და ყველა იმ დანაშაულზე აცხადებდა პრეს-რელიზებს კითხულობდა ხოლმე და მშვენივრად არის პორტირებული ეხლა რუსული რეჟიმის პირობებში პოლიციის ხელმძღვანელი პირად და ჩვენს კოლეგას რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ასლან აბაშიძიდან დაწყებული შევარდნაძის გაგრძელებული სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და ახლაც ადამიანის უფლებების სადარაჯოზე დგას და დემოკრატიას ავითარებს ამ ქვეყანაში და ყველა დაჩაგრულ ადამიანს იცავს აგდებენ ციხეში და იმდენად პოლიტიზებულია ეს პირი თან ხელისუფლება რომ შეიძლება ამას შეგახსენებთ მე მაგ იმედით იყავიო ამას უნდა ამბობდეს პოლიციის ხელმძღვანელი პირი აჭარის პოლიცია გია ბესელიაზეა საუბარი ხო გრიგოლ ბესელია სახით მახსოვს ადამიანი მაგას რა დამავიწყებს ყველა მონოპოლიზებული მაშინ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ყველა მონოპოლიზებული ტელეეკრანის იმაზე ტრიბუნასთან ეგ იდგა და ყველა ეგ ახმოვანებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სპეცოპერაციას თან იცით როგორ სპეცოპერაციებს წინასწარ ურეკავდნენ ოპერატორებს და რო დაყავდათ ხოლმე და ხელოვნურად რო ატარებდა მიშას პოლიცია სპეცოპერაციებს და რო ხოცავდნენ ადამიანებს მაშინაც ეგ ახმოვანებდა და ეხლა ჩვენი უდანაშაული კოლეგა ყავს დაჭერილი არავის ეგონოსო ვინმეს რამე გვავიწყდება და ვართ ადამიანები ჯერ კიდე და ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ რომლებიც არასდროს არც ერთი პარტიული რეჟიმის მსახურები არ ყოფილვართ დიახ ვართ ასეთი ჟურნალისტები ამ ქვეყანაში ჩვენი კოლეგები და ყოველთვის ვილაპარაკებთ იმას და მზია უნდა გათავისუფლდეს მადლობა გელა მთივლიშვილს უსმენდით, რომელიც ამ წუთებში შემოუერთდა საპროტესტო აქციას, მას გია ბესელიასთან ჰქონდა შელაპარაკება, მე ვთხოვ ოპერატორთან წამომყვეს და გაჩვენოთ კადრში აქ როგორ იკრიბებიან აქციის მონაწილეები, როგორც გითხარით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ იმ ბათუმელებს და მზია ამაღლობელს, ბანერიც არის მოტანილი, როგორც ხედავთ, თავისუფლება ბათუმელებს და ნეტგაზეთის ხელმძღვანელს მზია ამაღლობელს ლიკა ჩახუნაშვილს ხედავ, რომელსაც პირდაპირ ეთერში გავესწავლეთ, მოგესალმებით, სიმბოლურია თქვენი მაისურიც ქალბატონო ლიკა, რას გვეტყვით ამ ყველაფერზე, რასთან გვაქვს ინფორმაცია, სხვათა შორის ეხლა ჩვენ მომაყურებელმა ეხლა გაიგო პირდაპირ ეთერში ჩვენც დავაზუსტეთ, რომ გარდა იმისა, რომ ქალბატონი მზიაა დაკავებული, გარდა იმისა, რომ ასე დაკავებულია მათი ოპერატორი, დაკავებული არიან ეთერ თურაძის დიშვილები, რომლის სასამართლო პროცესი ცოტა ხანში უნდა გაიმართოს. როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე? მე ვფიქრობ, რომ ეს არის მედიაზე ზეწოლა, მათ სურთ, რომ ხელი შეუშალონ მუშაობაში საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დამოუკიდებელ, ყველაზე მაღალ პროფესიულ მედია საშუალებას, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში იყო კრიტიკული, ყველა ხელისუფლების პირობებში იცავდა ადამიანის უფლებებს, აშკარავებდა კორუფციას. ისინი არიან მზია ამაღლობელი და ბათუმელების გუნდის ყველა წევრი არის მაღალ პროფესიული უნარების მქონე ძალიან პრინციპული ადამიანები და ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მომავალი იყოს უკეთესი. აგურ აშენებენ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს და რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების ახლანდელი ხელისუფლების მიზანი არის დამოუკიდებელი მედიის განადგურება და ამ გზით მიუდგნენ ბათუმელებს. ეხლა ვიხსენებდი პირველად ახალგაზრდობაში ვიყავი ბათუმში აქციაზე 90-ან 91 წელი იყო და მახსოვს მწვანეთა მოძრაობასთან ერთად ქუჩებში დავდიოდით და გარემოს დაცვის პრობლემებზე ვსაუბრობდით და 35 წლის მერე ამ ქუჩებში დავდივარ და მაისურზე მაწერია რომ ვითხოვ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ეს არის წარმოუდგენელი რამ, რაც ამ ქვეყანას დამართა ქართული ოცნების მთავრობამ გადაგვისროლა 10 წლეულებით უკან და იცოდნენ რომ მათ ჩვენ ამას არ ვაპატიებთ, არც მზიას მიმართ ასეთ მოპყრობას და მზიას დაპატიმრებას, არც სხვა აქტივისტების მიმართ და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. არ დავთმობთ, იმიტომ რომ ჩვენს უკან არის ჩვენი ქვეყანა, რომელიც ძალიან გვიყვარს და არ დავთმობთ.
მადლობა. მოკლედ ანუ ესეთი აქ ვითარება ხედავთ კადრში რომ აქ ისევ იკრიბებიან ადამიანები რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ბათუმლების რედაქტორს და ასევე ითხოვენ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას. ხედავთ და კადრშიც გაჩვენეთ რომ მიმდებარე ტერიტორია პოლიციელები დასავსე და მე აქვე გეტყვით იმას რომ ზია ამაღლობელი სასამართლო პროცესი სადაც ამკვეთღონის ძიებაზე უნდა იმჯელოს მოსამართლემ ხვალ 11 საათზე გაიმართება. მადლობა, ნატო გოგელია გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.